აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს 2014 წლის 9 თვის ანგარიში მოისმინეს დღეს აჭარის უმაღლეს საბჭოში. დეპუტატთა და არასამთავრობო სექტორის მხრიდან გამოთქმულ შენიშვნათა უმეტესობა ნაპირსამაგრის სამუშაოების ჩატარებას, ნაგავსაყრელის კეთილმოწყობას კომპანია სინოჰიდროს მიერ ქობულეთში სასარგებლო წიაღისეულის უკანონოდ მოპოვების ფაქტებს შეეხებოდა. სამმართველო ნაპირსამაგრის სამუშაოების ჩასატარებლად გამოყოფილი 3 მილიონი ლარიდან 735,000 ათვისება ვერ შეძლო. აღნიშნული ნაშთის გამო შენიშვნები ჰქონდათ უმრავლესობის წარმომადგენლებსაც. ალექსანდრე ჩიტიშვილის შეფასებით უწყებას ღონისძიებები თავის დროზე სწორად უნდა დაეგეგმა. ანგარიშის განხილვა საკანონმდებლო ორგანოში 3 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მხარეთა პოზიციები სამმართველოს ანგარიშთან დაკავშირებით იხილეთ მთავარ გამოშვებაში. ბიუჯეტი გეგმარდება წელს ახდება პროგნოზირებოდა მოხდეს თუ რამდენი ახლა თუ ჭოროხმა და კრიშმა ვერ ჩამოიტანა ნატანი რამდენი საჭირო იყო ამის წელს პროგნოზირება საჭირო იყო ეს ყოფილიყო 10,000-20,000 ლარი და 100,000 ლარამდეც კიდე თქვა მაგრამ ძალიან ლაპარაკია 9 მილიონზე მეტი თანხა რომელიც ვერ ხარჯავდა წელს პროგნოზირებას ამას ვერ აკეთებ ფიქრობ ეს სადასაფიქრებელი თემა სამწუხაროდ დაიკარგა 2 წელი და ალბათ ჯებს არის რაღაც პოლიტიკური ოქროს ქვიშებს დააბრალენ ამ დროს მე ვფიქრობ რომ ეს იყო მიზეზი და სხვა მხრივ ყველა ეტაპი გავლილი ფინანსები მოძიებული და დღესაც ალბათ არ არის გვიან რომ თუ კი იქნება ნება და სურვილი მათი ამ პროექტის ასე ვთქვათ შემობრუნება და განხორციელება შესაძლებელია რაც ბათუმის შტორმული პერიოდში უსაფრთხოების მომენტს ერთხელ და სამუდამოდ გადაჭრის